უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ცივილიზაციისგან მოწყვეტა თავის პრაქტიკულ შედეგებსაც გამოიღებს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ხალხი პროპაგანდით დაამშვიდოს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამას მოქალაქეები საკუთარ თავზე გამოცდიან. თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაციამ ამოქმედებისთანავე გავლენა იქონია ყველა სექტორზე და ქვეყანა თვისობრივად ახალ სიფრთხეში გადაიყვანა. დაზარალდება ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წყაროა და არტყამს თავისუფალ ვაჭრობას. უვიზო შეჩერებას საკუთარ უარყოფით, მკვეთრად უარყოფითი ეფექტი ექნება ავიამიმოსვლაზე. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. უფრო მეტს ჩვენი ჟურნალისტის რესპონდენტები თავად მოგვიყვებიან, ემიგრანტები გააღიზიანა ოცნების წარმომადგენლების განცხადებებმა, თითქოს საქართველოში ეკონომიკა ყვავის. იქამდე კი დღეს ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ მთავარი მედროშე ივანიშვილის მარიონეტი პრემიერი კობახიძეა. გავიხსენოთ, რას ამბობდა ის 2017 წელს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვიზა ლიბერალიზაციას ჩვენი ქვეყნის დიდ მიღწევას უწოდებდა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა ის სიკეთე გახდება ხელშესახები, რომელიც ევროპულ ინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. ამ სიტყვებით მიულოცა მაშინ ხალხს უვიზო რეჟიმის ამოქმედება კობახიძემ. ივანიშვილის პოლიტიკის გამო ახლა ყველა ამ სიკეთეს საფრთხე ემუქრება. ერთ-ერთი ჩვენი ოცნება და ხვალ მე მინდეს მიტინგზე რომ წარმოვთქვა, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქართველები. უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ აქ იყოს ცხოვრება საინტერესო. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დღეს არ ჩანს ესეთი აქტიურობა, მაგრამ ყველაფერი მიდის გეგმიურად. ამ დაპირებით ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რომ მოქალაქეებს თავიანთ სამშობლოში, საქართველოში ღირსეული სამუშაო ადგილები ექნებოდათ და საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნად გადახვეწილ ემიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებდა. ჩვენ ყველა ქვეყანაში მუშაობთ ჩვენს ემიგრანტებთან, რომ მათ მოახერხონ მაქსიმალური ჩართულობა იყოს პროცესებში, რაც საქართველოში მიმდინარეობს საარჩევნო მართლობაში, და რომ მათ მიიღონ მონაწილეობა. ეს ერთი, რომ არჩევნებში სწორი პოზიცია დაიჭირონ და მეორე, რომ მათ ზაობა შეუქმნათ მომავლისთვის, რომ დროულად გამოიხედონ და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში იმის შემდგომ, როდესაც შექმნით ამის შესაძლოს პირობებს. 2019 წელს კი ხალხს სრულიად საპირისპირო რამ უთხრა, რომ ყველას ემიგრაციაში გაუშვებდა სამუშაო და შესაძლებლობასაც მისცემდა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლეგალურად ემოძრავათ. სამშობლოში ჩამოსულიყვნენ და უკან ევროპაშიც დაბრუნებულიყვნენ მუშაობის გასაგრძელებლად. ეს არის ძირითადი საზრუნავი ჩემი თქმებად და საუბედუროთ ეკონომიკა არის ძალიან ინერტული, მას თვეები არ ყოფნის, ამას ჭირდება დრო. დღეს კი მოქალაქეებს ეუბნება, რომ ყველას ისევ უკან დააბრუნებს და აქ გამოკეტავს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილები არ არსებობს. ოცნების პროპაგანდა აყვავებული ეკონომიკისა და უვიზოს დაკარგვის უმტკივნეულობის შესახებ დღეს პარლამენტში მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ ირაკლი ქადაგიშვილმა გააგრძელა. უმუშევრობა მკვეთრად მცირდება, სიღარიბის დონე მცირდება, ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი იზრდება, ბაზარზე არის სამუშაო ადგილები. მიზანი ყველა სახელმწიფოსი არის, რომ ემიგრაციაში წასული თავისი მოქალაქე, თით უმეტეს რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში, უკან დაბრუნდეს. რამდენად რეალურად ესახებათ ემიგრანტებს უკან, სამშობლოში დაბრუნება. ფორმულა საზღვარგარეთ მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ესაუბრა. ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში, რომელსაც მოუნდება, რომ ესეთი ლამაზი ქვეყნიდან ადგეს და სადმე წავიდეს. აქედან თუ მიდის ადამიანი, იმას აუცილებლად აქვს რამე ისეთი მიზეზი, რომელ მიზეზსაც აქ ვერ აგვარებს. ლაშა შაყულაშვილი ხვალ გამთენიისას ისევ ისრაელში 20 წლიან ემიგრაციაში ბრუნდება. ქართული ოცნების მოპოვებული სამნიშნა ეკონომიკური ზრდა საკუთარ თავზე ვერ გამოსცადა. სამშობლოში ჩამოვიდა, მაგრამ აქ ისეთი დაახლოებითაც კი არაფერი დახვდა, რაზეც ნინო წილოსანი ან ირაკლი კობახიძე ხვებიან. ეკონომიკის დუღილზე ივანიშვილის ზღაპრების ემიგრანტებს არ სჯერათ. სამჯერ დავბრუნდი საქართველოში. სამჯერ მივეცი ჩემ თავს იმისი შანსი, ერთხელ 3 თვით ჩამოვედი, ერთხელ 2 თვე, ერთხელ 1 თვე და ძალიან ვეცადე, რომ აქ მეპოვა სამსახური, გასაუბრებაზეც არავის არ დაუძახებია ჩემთვის. ისრაელში ალბათ განსაკუთრებით ბევრია ისეთი ძალიან მძიმე ბედის მქონე ემიგრანტი, რომელიც ფიზიკურად განწირულია იმისათვის, რომ თავის მოხუც მშობელს ვერასოდეს ვერ ნახავს. იმიტომ რომ ურჩევნია ტელეფონით ესაუბრებოდეს და არ ყავდეს ნანახი, ვიდრე ჩამოვიდეს და წამალი ვეღარ უყიდოს.
სამშობლოში დარჩენის მიზეზს ვერც კრისტინა პიტელსკაია ხედავს, რომელიც 10 წელზე მეტია უკვე სამშობლოსგან შორს ბრიუსელში ცხოვრობს. ივანიშვილი შეიძლება თავსაც იგუებს და თავის ამომრჩეველსაც აგუებს, რომ ქვეყანა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გარეშე დარჩება. ოლიგარქის წინაშე ქედმოხრილი ხალხი კი იმ ღირსებაზე ლაპარაკობს, რომელსაც თურმე უფრთხილდებიან და მის ფასად ევროპაზე უარის თქმა უღირთ. თითქოს ახლა ევროპა გვთხოვს, რომ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი. ემიგრანტებს ოცნების არც ამ პროპაგანდის ჯერად. მეც ერთ-ერთი მოქალაქე ვარ საქართველოსი, რომელმაც ვისარგებლე ვიზა ლიბერალიზაციით. არ არსებობს ალბათ ყოველი მეორე მესამე ოჯახი საქართველოში. არის ისეთი ოჯახები, რომლებსაც ერთი ემიგრანტი მაინც ყავს და ასეთი ოჯახია ჩემიც და ანუ მე იქიდან ვეხმარები ჩემს ოჯახს, რომ არ ვიცი, არა ადამიანურ საბანკო სესხებს, იპოთეკურ სესხებს და ასე შემდეგ გავუმკლავდეთ. ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება მძიმედ დაარტყამს განურჩევლად ყველას. ნებისმიერი ასაკის, პროფესიისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულების მქონე მოქალაქეს. თუმცა, განსაკუთრებით რთულია ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეების ისტორიების მოსმენა, რომელთა უმრავლესობა მინიმალური შემოსავლისთვის საზღვარგარეთ არალეგალად ცხოვრობს და ფიზიკურ, გაუსაძლის შრომაში დღესა და ღამეს ასწორებს. ფორმულამ ემიგრანტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩაწერა. ალბათ გუგუნებს უკვე საქართველოში 100 ქარხანა და ჩვენ ვერ ხედავთ ამას. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი. ნუ ცდილობთ ემიგრანტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ამ თითიდან გამოწოვილი იაფფასიანი განცხადებებით. სავარაუდოდ ხუმრობს ირაკლი კობახიძე, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და ემიგრანტებს ეპატიჟება საქართველოში. ემიგრაციას ნამდვილად არ ეხუმრება. ნინო ცილოსანისთვის დუხს ეხლა ეკონომიკა, როდესაც მას აქვს უამრავი ბიზნესი და მის ოჯახის შემოსავალი საკმაოდ მაღალი არის და მისთვის დუხს, მაგრამ იმ ემიგრანტებიც ნამდვილად არ დუხს ეკონომიკა, რომლებიც გაჭირებას გამოიქცეს საქართველოში და აქ ჩამოსულები ვართ და აქ ადამიანები ნამდვილად არ არიან ჩამოსულები და არც მე სასეინო და არც გასართობა და ადამიანები ჩამოსულები არიან იმის გამო, რომ ოჯახები არ ჩინონ. ემიგრანტები არ ვართ სასეინო წამოსულები. არც შოპინგისთვის და არც თავშესაქცევად. იყო ემიგრანტი, ეს არ არის არჩევანი. ეს არის იცვლება და ეს არის ტკივილი, რომელსაც ჩვენ განვიცდით აქ, სამშობლოსგან შორს. ეკონომიკა გასამაგდა, ძალიან მაინტერესებს ერთების ხარჯზე გასამაგდა. ისე ჩვენ ხო არ ვავსებთ მაგ ეკონომიკას. ქართულმა ოცნებამ იცის რამხელა ზიანს აყენებს ქვეყანასა და თითოეულ მოქალაქეს თავისი პოლიტიკით, რომელსაც შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება მოხვეს. ამიტომ ერთადერთი გზა რჩება ხალხის პროპაგანდით მოტყუება და პრობლემის როგორმე გადაგორება.